დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლები ტყეში უკანონო ფაქტების გამოვლენის მიზნით სამ ჯგუფად განაწილდნენ. იმიტირებულ პროცესში რამდენიმე მათგანი ბრაკონიერი იყო, უმეტესობა კი რეინჯერი. ხე-ტყის უკანონო ჭრა, სანადირო თოფის გამოყენება, სამართალდამცავები და სამართალდამრღვევები. ეს ყველაფერი ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი იყო, რომელიც ველზე იმიტირებულად ვითარდებოდა. Am შემთხვევაში არის ფაქტი ხე-ტყის უკანონო ჭრა, სადაც როგორც აღნიშნე, რომ ჩვენი მხრიდან როგორც ბწყალებში სამართალდამრღვევების მხრიდან მიმდინარეობს, ესე იგი თავის არიდება და შესაბამისად მოტყუება თუ შეიძლება როგორც ხდება ხოლმე ყოველთვის. ჩემს გარდა არიან სამი პიროვნება, სამართალდამრღვევები და ვნახოთ როგორ განვითარდება. მე საერთოდ ვცდილობ რომ თავი ავირიდო, რომ სასამართლოშიც არ მივიდე. დაფიქსირდა უკანონო ნადირობის ფაქტი. კანონდარღვევი აღიარებს ჩადებულ დანაშაულს, თუმცა განმარტავს, რომ ის ნადირობის მიზნით არ შესულა ტერიტორიაზე. კანონდარღვევს შესაბამისი ოქმის შედგენის შემდეგ ეს ჩამრთვეული ნივთი და ეს ოქმი ესე იგი გადაეგზავნება სასამართლოს. კანონდარღვევების შემთხვევების განხილვა უკვე ბორჯომის მაგისტრატ სასამართლოში გაგრძელდა. სამივე საქმის განხილვა და მხარეების მიერ ნივთმტკიცების წარდგენა. ბრალდებულებმა და მოსარჩელებმა საკუთარი პოზიცია დაიცვეს. იმიტირებული პროცესის მოგებას როგორც სამართალდამცველები, ასევე სამართალდამრღვევებიც ცდილობდნენ. მე წარმოვადგენდი დამნაშავის პოზიციას და ჩვენი მოვალეობა იყო, უნდა დაგვემტკიცებინა სასამართლოსათვის ჩვენი სიმართლე, რომელიც წარმოდგენილი მტკიცებულებებით და შესაბამისი არგუმენტაციით და მოწმებით გავამყარეთ, რის გამოც სასამართლომ გამოიტანა ჩვენს მიმართ გამამართლებელი განაჩენი და შეწყდა პროცესი. საქართველოს დაცული ტერიტორიების ტყეებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა და შემდგომი რეაგირება. ამ თემაზე ტრენინგი ბორჯომში 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დასრულდა. სხვა ტრენერებთან ერთად მას 2 მოქმედი მოსამართლე ატარებდა. ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული ქვეყნებისათვის სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების მეორე პროგრამის ფარგლებში პროექტს გარემოს დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მხარდაჭერით და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს. ტრენინგი ხორციელდება ეგრეთ წოდებული FLEG პროგრამის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს რეგიონალურ პროგრამას. ტრენინგი ფინანსდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ. ვთვლი, რომ ტრენინგის მოლოდინმა გაამართლა, როგორც დღეს მოვისმინეთ ტრენინგის მონაწილეთა შეფასებები, რომლებიც ცალსაღად აღნიშნავენ, რომ მათი მოლოდინი გამართლებულია. ტრენინგი იყო შედეგიანი, ვინაიდან 5 დღის განმავლობაში დაცული ტერიტორიების ტერიტორიული ადმინისტრაციების 20 თანამშრომელმა მიიღო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული უნარჩვევების გასაუმჯობესებლად შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება სპეციალურად შერჩეული ტრენერებისგან, მათ შორის 2 მოქმედი მოსამართლე იყო და რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დაეხმარებათ მომავალში საქმის წარმოებაში. ტრენინგის დასრულების შემდეგ რეინჯერებს სერტიფიკატები გადაეცათ. ტრენინგი ბორჯომის შემდეგ ყვარელში გადაინაცვლებს. 22-დან 26 ივლისის ჩათვლით დაგეგმილი სემინარი უკვე სხვა მონაწილეებისთვის ჩატარდება.